ეს კლუბად მიკეთებენ მათ ცხოვრები ეს რა მათი აშენებული სახარჯულოვატირე. დაძაბულობა სოფელ მოხეში დილის 11 საათზე დაიწყო. მუსლიმმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია მას შემდეგ გამართა, რაც სამშენებლო კომპანიამ სადავო შენობაში გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით აღნიშნულ შენობაში სოფლისათვის ბიბლიოთეკა განთავსდება. მოხეში მცხოვრებმა მუსლიმებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს და მუშებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლას შეეცადნენ. ისინი მოითხოვენ, რომ აღნიშნული შენობა მუსლიმებს გადაეცათ, ბიბლიოთეკა კი მის გვერდით აშენდეს. ჩვენ ამას ვითხოვთ, გადაეცეს სამუფთო სამმართველოს და იყოს ჩვენად. არც სამლოცველოდ ვითხოვთ, არც არაფერი. გულის შევდგება მისა, მოვიდნენ მილიციები და ხელმოკიდებით გვაცილებენ იქაურობას. ვითხოვთ, რომ გადაასცენ სამუფთო სამმართველოს. ისეც არაფერს ვაპირებთ, რაც შეუძლებელი და რაც მიუღებელია. არავის ჩვენ არც შეურაცხყოფთ, არც სულს არ გავუკეთებთ ამას. დაჟე ჩვენი სარწმუნოება გვიგზავნავს. ჩვენ ვითხოვთ, არ ვითხოვთ მაგას მეჩეთად, ჩვენ ვითხოვთ გადმოგვეცეს ეს სამუფთო სამმართველოს. მუსლიმი მოსახლეობის აქციების პარალელურად პროტესტი მოხეში მცხოვრებმა მართლმადიდებლებმაც გამოთქვეს. მათი მტკიცებით შენობაში წლების განმავლობაში კულტურის სახლი იყო განთავსებული. ამიტომ ისინი ამბობენ, რომ ნაგებობის მუსლიმი მოსახლეობისათვის გადაცემას არ დაუშვებენ. წლების განმავლობაში ამ შენობაში იყო კულტსახლი, როგორც ჩვენ ვიცით და აქ მიმდიოდა მუსიკები, ცეკვები, მეცადინეობები. ეხლა მთავრობის გადაწყვეტილებით მათ მიიღეს სწორი გადაწყვეტილება, რომ არც ერთ მხარეს არ კონდეს რაიმე ცუდი ურთიერთობა ერთმანეთთან და გადაწყვიტეს, რომ გაეკეთებიათ ბიბლიოთეკა და ამაზე რატომ უნდა იყოს წინააღმდეგობა. ცოტა დაძაბულია ურთიერთობა, მაგრამ იმედია ყველა ორივე მხარე ისევ იმ ნორმალური ურთიერთობა გაგრძელდება, რაც იყო და რაც ჰქონდა ამდენი ხანი და არ იქნება რაიმე ეს ბიბლიოთეკის გაკეთება აქ ჩვენ შორის არ დაძაბავს ურთიერთობას. მოხეში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოფელში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი, სამხარეო მთავარი, სამმართველოს უფროსი და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელიც იმყოფებოდნენ. ისინი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. აკაკი მაჭუტაძის თქმით, შენობაში ბიბლიოთეკის განთავსებასთან დაკავშირებით იგი მუსლიმ საზოგადოებას შეხვდა. გუბერნატორი ამბობს, რომ მათ შორის შეთანხმება შედგა და გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ შენობაში კულტურის სახლის ნაცვლად ბიბლიოთეკა განთავსებული იყო. შესაბამისად, ტენდერში გამარჯვებულმა ფირმამ მუშაობა დაიწყო. თვითონ ვიყავი ადიგენის მუნიციპალიტეტში, ამათთან შესახვედრად ამ სულიერ წინამძღვართან ერთად იყო კიდე რამოდენიმე თითქმის 10 პიროვნება იყო ვისაუბრეთ, ძალიან კონსტრუქციული საუბარი ჰქონდა, შევთანხმდით, 4 საათი გაგრძელდა საუბარი, დავშორდით, რომ აქ ეს უნდა განხორციელებულიყო. დღეს გაგრძელდა სამუშაოები, ბილბორდი დამონტაჟებულია, სადაც ნათლად იკითხება, რომ აქ უნდა განხორციელდეს ბიბლიოთეკის მშენებლობა და ამკვეთი ვინ არის, შემსრულებელი ვინ არის და ვადები არის მითითებული. მე მინდა უთხრა ყველას, რომ ეს არის სახელმწიფო ქონება, ჩვენ ბუნებრივია ვზრუნავთ სახელმწიფო რომ ის იყოს დაცული და არ განადგურდეს სულ. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, აღდგეს ეს იმ ფორმატში რა ფორმატიც არის სატენდერო პირობებით გათვალისწინებული და გაკეთდეს შედ ბიბლიოთეკა და შევიდეს და მიიღოს მომავალმა თაობამ შესაბამისი განათლება. აქციის პარალელურად სადავო შენობაში გაწმენდითი სამუშაოები მაინც მიმდინარეობდა. სამუშაოების ხელმძღვანელის განმარტებით შენობისათვის 53,000 ლარამდეა გამოყოფილი. ნაგებობის სრული რეაბილიტაცია 2 თვეში უნდა დასრულდეს. ფაქტიურად დღეს გამოგდის მუშაობის დაწყება. 16 ოქტომბრიდან 16 დეკემბრამდე არის ტენდერის ვადა, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ და დამთავრდეს სრულად სამშენებლო სამუშაოები. საშუალება სიტუაციას თქვენც ხედავთ რა, როგორ არის, რამდენად არის საშუალება. ახლა ჩვენ ხელი არ გვეშლება ფაქტიურად სამუშაოზე. აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა მუსლიმმა მრევლმა პოლიციის მანქანას მინა ჩაუმსხვრია, რის გამოც სამართალდამცველებმა იგი დააკავეს. აღნიშნავს კი აქციის მონაწილეების გაღიზიანება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 14 მუსლიმი მოქალაქე ადიგენის პოლიციის შენობაში გადაიყვანეს. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.